გამარჯობათ, მე ვარ გვანცა. მე ვარ პროფესიით უცხოენების სპეციალისტი, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მე მომიწია ბევრი შესწავლა და ბევრის წაკითხვა აფაზიის შესახებ. და დავინტერესდი ენის პათოლოგიით. აღმოჩნდა, რომ ბევრი სავარჯიშოები, რაც უცხოენების შესწავლაში გვეხმარება, შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ მშობლიური ენის აღდგენაში და გაუმჯობესებაში. მე შევადგინე ეს ვიდეოები, როცა ვნახე, რომ ფაქტიურად არ არსებობს მასალები ქართულად, რომ ქართულ აფაზიის პაციენტებს დავეხმაროთ. იმედია, რომ ამ ჩემი ვიდეოებით ცოტათი მაინც დაგეხმარებით და იმედია, რომ თქვენ უყურებთ ჩემ ვიდეოებს. თუ ჩემ ვიდეოებს არ უყურებთ, სხვა სავარჯიშოებს გააკეთებთ, იაქტიურებთ, ყოველდღიურად ცოტ-ცოტას ივარჯიშებთ, რომ ესე სისტემატიური ვარჯიშით ნელ-ნელა დაიბრუნოთ ეს თქვენი კომუნიკაციის უნარი. დღევანდელი გაკვეთილის თემა არის სხეული და ორგანოები და სხვადასხვა დაავადებები და ტკივილები და ასე შემდეგ. ეს არ არის ისეთი ხიარული თემა, მაგრამ სამწუხაროდ საჭირო თემაა. აბა დავიწყოთ ჯერ დავასახელოთ სხვადასხვა სხეულის ნაწილი. დავიწყოთ თავიდან. თავი, გაიმეორეთ, თავი. თავი. ეს არის თავი. თავის ხელს უერთდება რა ნაწილით? მას ქვია კისერი. გაიმეორეთ, კისერი. კისერი. მხარი, ორი მხარი, მხრები, მხარი. კისერი აერთიანებს თავს ზურგთან. თქვით ზურგი. 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 მერე გვაქვს წელი, წელი, წელი. აბა ამ ნაწილს რა ქვია? მხარი და ხელი. მხარს ხელთან აერთებს მკლავი. მკლავი, მკლავი. ხელი, ხელი და ხელის ბოლოს თითი. თითი. ახლა ჩამოვიდეთ ქვემოთ. მუხლი, მუხლი. ფეხის წვივი, წვივი. ფეხის ტერფი, ტერფი და ასევე ფეხის თითები. ფეხი და თითი. ეს ბევრი სიტყვა ერთდროულად, მაგრამ ნაწილ-ნაწილს შევისწავლით და გავიმეორებთ, ნერვიულობთ ახლა ამ ყველა სიტყვას ერთდროულად ნამდვილად ვერ გავიმეორებთ, უნდა დავყოთ ნაწილებად. ესე იგი, თავიდან დავიწყოთ თავი, კისერი და ზურგი. ესე იგი, თავი, კისერი, ზურგი. გამოვწეროთ ეს სიტყვები. თავი. იმედია, რომ თქვენ წერა-კითხვის უნარი არა გაქვთ დაკარგული. ვიცი, რომ არის აფაზიის პაციენტები, რომლებსაც სამწუხაროდ წერა და კითხვაც არ შეუძლიათ. იქნებ ეცადოთ, გადაიწეროთ ეს ასოები, თუ თქვენ თვითონ აღარ გახსოვთ როგორ იწერება თავი, ასობგერა თ-ი იწყება და იქნებ შეხედოთ ეკრანს და ეს ასო თ ჩაიწეროთ რველში. თუ თან ფურცელი და ქაღალდი არა გაქვთ, შეგიძლიათ ასევე ჰაერში თითით გამოწეროთ ეს სიტყვები. ან ხელის გულზე თითით დაიწეროთ. თავი თ ა დაწერეთ ა ვ ვ და ი ი თავი
ეხლა დავწეროთ კისერი. კისერი უფრო გრძელი სამართლიანი სიტყვაა. კისერი, ესე იგი ნელ-ნელა თუ არ გაქვთ წერის საშუალება, არა უშავს, ისე მოისმინეთ და ესეც დაგეხმარებათ. კისერი, კ, ი, ს, ე, რ, ი, კისერი. და ეხლა დავწეროთ ზურგი. ზურგი, ზ, თუ რვეული და პასტა არა გაქვთ, შეგიძლიათ ჰაერში თითით ესე გამოწეროთ. ზ, უ, რ, გ და ი. ზურგი. ვიცი რომ რახან ბევრი თქვენგანი შეიძლება ბევრს არ მოძრაობს, ვერ მოძრაობს, შეიძლება ვერ ვარჯიშობს, სახელიდან ბევრს ვერ გადის, შეიძლება ბევრი თქვენგანი ლოგინში წევს დიდხანს და ალბათ ან კისერი გტკივათ, ან ზურგი გტკივათ, ან სახსრები გტკივათ. ესე იგი, თქვათ ეს წინადადება. კისერი მტკივა. კისერი მტკივა. ვთქვით მტკივა. მტკივა. ზურგი მტკივა. ზურგი მტკივა. და ამ ბოლო სურათში ამ ადამიანს რა ტკივა? ტკივა თავი, მართალია. გაიმეორეთ, თავი ტკივა. თავი ტკივა. ბევრი წოლისგან და ბევრი უმოძრაობისგან კისერმა და ზურგმა იცის გაშეშება. გრძელი სიტყვაა, მაგრამ ვეცადოთ აბა ვთქვათ ეს სიტყვა. კისერი გამიშეშდა. გამიშეშდა. კისერი გამიშეშდა. ასევე ზოგჯერ ზურგი გვიშეშდება, აბა თქვით ზურგი გამიშეშდა. ზურგი გამიშეშდა. და თავის ტკივილებები იცის თავის გაშეშებამ. თავი გამიშეშდა. თავი გამიშეშდა. თავის ტკივილის, ზურგის ტკივილის, კისრის ტკივილის ან ნებისმიერი ტკივილის დროს ალბათ გვეხმარება წამლის მიღება, წამალი. თქვით წამალი. წამალი. კი ავაგოთ ეს გრძელი წინადადება. თავი მტკივა. წამალი მინდა. წამალი მინდა. წამალი მინდა. მთლიანად თქვით თავი მტკივა. წამალი მინდა. თავი მტკივა. წამალი მინდა. გამაყუჩებელი ტკივილის გამაყუჩებელი წამარი ბევრი ჩვენგანი ალბათ ანალგინს ხმარობს ტკივილზე და წამალი ან ანალგინი. ანალგინი. თავი მტკივა. ანალგინი მინდა. ანალგინი მინდა.
თქვენ თვითონ გაიმეორეთ ჩემი დახმარების გარეშე. მინდა. ასევე ზურგის ტკივილსაც შველის ანალგინი ან ტკივილის გამაყუჩებელი წამალი და თქვით ზურგი მტკივა, წამალი მინდა. ზურგი მტკივა, წამალი მინდა. ზურგი მტკივა, ანალგინი მინდა. ანალგინი. ანალგინი. იგი ზურგი. თავი მტკივა, ზურგი მტკივა. ესე იგი გავიმეოროთ ეს სამი სიტყვა ხელახლა. ამას რა ქვია? თავი. მართალია. თავი. ამ ნაწილს რა ქვია? სხეულის? კისერი. კისერი და უკან სხეულის უკან ამხარეს გვაქვს ზ. ზურგი. ზურგი. ესე იგი თავი, კისერი და ზურგი. ეხლა გავაგრძელოთ და დავუმატოთ სხვა სიტყვები. ეხლა დავუმატოთ, ესე იგი, მკლავი, ხელი, თითი, მხარი და ყველა მკლავის ნაწილი. ესე იგი, დავიწყოთ მხრით, მხარი, მხარი. გავაგრძელოთ მკლავით, მკლავი, მკლავი. შემდეგ გვაქვს იდაყვი, იდაყვი, იდაყვი. შემდეგ მაჯა, მაჯა. ხელი, ხელი და თითი, თითი. ესე იგი, აქ ბევრი სიტყვებია, 6 სიტყვა ერთდროულად. და მგონი თუ დავწერთ ამ სიტყვებს უფრო ადვილად დავიმახსოვრებთ. აბა ჩამოვწეროთ. თავიდან ვიწყებთ, ესე იგი, მხარი, მხარი. ან რველში ჩაიწერეთ ეს სიტყვა და მერე პერიოდულად გადაიმეორეთ. თუ წერა-კითხვის უნარი გაქვთ შენარჩუნებული, თუ წერა ძნელი არ არის თქვენთვის, კარგი იქნებოდა თუ რველში ჩაიწერდეთ ამ სიტყვებს და მერე ამ რველს გადახედავდეთ ყოველდღიურად. მხარი, მ, მ, ხ, ხ, ა, р, р, ი, ი, მხარი. ახლა გავაგრძელოთ, დავწეროთ მკლავი, м, კ, ლ, ა, ვ და ი. შემდეგ ამას მოყვება იდაყვი. ჩაიწერეთ იდაყვი, ი, д, ა, ყ, ვ და ი. მერე გადავიდეთ მაჯაზე. გადაწერეთ მაჯა, м, ა, ჯ, ა. ასევე დაწერეთ ხელი, ხ,
E, L, I და ბოლოს თითი T, I, T, I. ვიცი რომ მარცხენა ხელის წერად გაცილებთ უფრო ძნელია და თქვენ მარჯვენა ხელის მოძრაობა და გამოყენება გიჭირთ, შეიძლება ბოლომდე პარალიზებული გაქვთ, მაგრამ ინერვიულებთ და რაც არ უნდა უშნო ასოები გამოგივიდეთ, მაინც ეცადოთ რომ დაწეროთ. ახლა ნახეთ, შევადაროთ ეს ორი სულიად განსხვავებული ადამიანი და გამოვიყენოთ ის სიტყვები, რაც ამ გაკვეთილში გავიარეთ. ეს არის შტანგისტი, ეს არის ბალერინა, დავიწყოთ თავით. თავი, მას აქვს მსხვილი დიდი თავი, ბალერინას კი პატარა თავი. კისერი, განიერი, მსხვილი, მოკლე კისერი. ბალერინას კისერი არის პირიქით გრძელი. გედივით კისერი აქვს, გრძელი კისერი. მერე მხარი, მხრები, ნახეთ რა განიერი, ფართო მხრები შტანგის და ბალერინას პირიქით ვიწრო, თხელი მხრები. მკლავები, ასევე მსხვილი, ძლიერი, ღონიერი მკლავები, დაკუნთული მკლავები და ბალერინას აქვს თხელი, გრძელი, ლამაზი მკლავები. ახლა ეს ორი ადამიანი შევადაროთ, ისევე როგორც წინა სლაიდზე. თავი, პატარა, თხელი თავი, დიდი, მსხვილი თავი. მოცეკვავეს აქვს გრძელი კისერი, ამ მოჭიდავეს აქვს მოკლე და მსხვილი კისერი. მოცეკვავეს აქვს ვიწრო მხრები და განიერი ფართო მხრები, მხარი. გრძელი თხელი მკლავები და ამბიც აქვს მოჭიდავეს ძალიან მსხვილი, დაკუნთული, განიერი, ღონიერი, ძლიერი მკლავები. ახლა კიდევ ერთხელ თავიდან დავიწყოთ. პირველი სამი სიტყვა ჩვენ ამ გაკვეთილში ვისწავლეთ, გავიმეორეთ, იყო თავი, კისერი და ზე. კისერი და მხარი, მხარი, ზურგი, კლავი და ხელი. ასევე ვახსენეთ თითი. ესე იგი, გაგვიმეორებია 7 სიტყვა. მეტიც, იმიტომ რომ ამ სურათში იდაყვი და მაჯა რატომღაც არ არის ნახსენები. ესე იგი, გავიმეორეთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და კიდევ 2, ანუ იდაყვი და მაჯა, ესე იგი 9 სიტყვა გაგვიმეორებია. მაგრამ ჯერ ამითი არ დაგვისთავრებია გაკვეთილი, ახლა უნდა გავაგრძელოთ, გადავიდეთ უფრო ქვემო ნაწილზე. აქ გვაქვს, ესე იგი, წელი, მერე თეძო, მუხლი, ფეხის წვივი, კოჭი, ფეხის ტერფი, ფეხის თითი. ახლა ეს ყველა სიტყვა უნდა ჩავიწეროთ რვეულში. ან ჰაერში გამოვწეროთ.
დავიწყოთ წელით. წელი როგორ იწერება წელი? წ წ ე ე ლ ლ და ი ი წელი. რაც არ უნდა უშნოთ წერდეთ. ახლა მემარცხენე არ ახართ, არ აუშავს. მაინც ეცადეთ და დაწერეთ. თუ შეგიძლიათ. თეჯო თ ე ძ ძ და ო ო ეხლა დავამატოთ მუხლი მ მ უ უ ხ ხ ლ ლ და ი ი შემდეგი სიტყვა კოჭი კ კ ო ო ჭ ჭ და ი ი შემდეგ არის ფეხი ფ ფ ე ე ხ ხ და ი დავამატოთ ამას თითი ფეხის თითი თ თ ი ი თ ასევე თ და ი მოდი ახლა ვითამაშოთ თამაში, რომელიც დაგვეხმარება ამ ყველა სიტყვების გამეორებაში. ამ თამაშს ქვია რომელია განსხვავებული სიტყვა. თუ თქვენ ჩემი სხვა ვიდეოებიც გაქვთ ნანახი, მე მგონი ბოსტნეულის და ხილის ვიდეოებში ვიყენებ ამ თამაშს, ამ სავარჯიშოს სიტყვების გასახსენებლად. ესე იგი, პირველი მაგალითი ერთად გავაკეთოთ. ესე იგი, მე წავიკითხავ 4 სიტყვას, 4 სხეულის ნაწილს და ამ 4-დან ერთი იქნება განსხვავებული. მაგალითად, წვივი, თავი, ტერფი და კოჭი. ამ 4 სიტყვიდან წვივი, წვივი, თავი, ტერფი და კოჭი, რომელი სიტყვა არის განსხვავებული და არ ეკუთვნის რაღაც ამ ჯგუფს, ამ ჯგუფში არ ჩნდება. პასუხია თავი. ხო, რადგან წვივი, ტერფი და კოჭი ყველანი არის ფეხის ნაწილი. აბა მეორე მაგალითი თქვენ თვითონ გააკეთეთ ჩემი დახმარების გარეშე. მე წაგიკითხავთ. კისერი, თავი, ზურგი და მუხლი. კისერი, თავი, ზურგი და მუხლი. ამ 4 სიტყვიდან რომელი სიტყვა არ ჩნდება, რომელი სიტყვა არის განსხვავებული, აბა რას ფიქრობთ? ესე იგი, კისერი, თავი, ზურგი და მუხლი. რომელს ამოირჩევდით, რომელ სიტყვას? მუხლი? გეთანხმებით. მუხლი განსხვავებულია რახან კისერი, ესე იგი, კისერი აერთიანებს თავს და ზურგს და მუხლი რაღაც სხვა ნაწილია. გავაგრძელოთ მესამე მაგალითი. ზურგი, მაჯა, მკლავი და
იდაყვი. ესე იგი გვაქვს ზურგი, მაჯა, მკლავი, მკლავი და იდაყვი, იდაყვი, იდაყვი. ამ 4 სიტყვიდან რომელი სიტყვა არ ჯდება კარგად. მე ავირჩევდი და ალბათ თქვენც მეთანხმებით ზურგს, ზურგი. რატო? იმიტომ რომ მაჯა, მკლავი და იდაყვი ეს სამივე სიტყვა ხელის ნაწილია. მეოთხე მაგალით შევხედოთ. გვაქვს მაჯა, მაჯა, გვაქვს ხელი, ხელი, გვაქვს მხარი და გვაქვს კოჭი. ესე იგი, მაჯა, ხელი, მხარი და კოჭი. რომელია თქვენი პასუხი? სწორია, კოჭი. კოჭი არის განსხვავებული სიტყვა, ამ ჯგუფში არ ჯდება. ახან მაჯა, ხელი და მხარი ყველანი ეს ხელის ნაწილებია, მაშინ როცა კოჭი ფეხს ეკუთვნის. გავაგრძელოთ, აქ გვაქვს კოჭი, მუხლი, კისერი და წვივი. ესე იგი გვაქვს კოჭი, მუხლი, კისერი და წვივი. კოჭი, მუხლი, კისერი, წვივი. რომელ სიტყვას წაშლიდით? ალბათ წაშლიდით კისერს. მეც ასევე. ახან კოჭი, მუხლი და წვივი ეს ყველანი არის ფეხის ნაწილები. და ბოლო მაგალით შევხედოთ. ბოლო მაგალითია წელი, წელი, ზურგი, ზურგი, თითი, თითი და მხარი, მხარი. წელი, ზურგი და მხარი და თითი. მე ამოვირჩევდი თითს. თითს, იმიტომ რომ ესე იგი მხარი ზურგის ნაწილია, წელიც ზურგის ნაწილია და თითი კიდე ხელის ნაწილია. ძალიან კარგი, ესე დავამთავრეთ ეს თამაში და ამითი გავიმეორეთ სხვადასხვა სხეულის ნაწილები. მაგრამ ამითი ჩვენი გაკვეთილი ჯერ არ დამთავრებულა, იმიტომ რომ ეხლა გადავალთ ორგანოებზე, მაგრამ სანამ ორგანოებზე გადავალთ, კიდევ ერთხელ კარგად გავიმეოროთ. აბა დაასახელეთ ყველა ამ ხელის ნაწილი. მკლავი, მხარი, იდაყვი, მაჯა, ხელი და თითი. ძალიან კარგი. და მერე გავიმეორეთ ცალკე ეს ფეხის ნაწილები, რაც იყო მუხლი, წვივი, კოჭი, ტერფი, ფეხი, თითი და ბარძაყი, ბარძაყი. ესე იგი, სანამ გადავიდოდით ახლა ორგანოების გამეორებაზე, მინდა რომ კიდევ ერთხელ თუ არ დაგეზარებათ, ჩამოვთვალოთ ეს ყველა სიტყვა, რაც აქამდე გავიმეორეთ. ვიცი რომ ეს უკვე რამოდენიმეჯერ გვაქვს გამეორებული, ეს ერთ და იგივე სურათი და ერთ და იგივე სიტყვები, მაგრამ არა უშავს გამეორება ცოდნის დედაა, ესე ამბობენ. აბა თქვენ თვითონ დაასახელეთ ჩემი დახმარების გარეშე. გაიხსენეთ ეს სიტყვა. თავი, კ. კისერი, м. მხარი, ზ. ზურგი, წ.
წელი ეს არის კლავი ეს არის ხელი მართალი ეს არის თითი მუხლი წვივი ფეხის ტერფი და თითი მადლობა ეხლა კი გადავიდეთ ახალ თემაზე ესე იგი ეხლა გავიმეორებთ ორგანოებს თავიდან ყველა ორგანოს დავასახელებ და მერე ნაწილ-ნაწილ ჯგუფურად 2-3 სიტყვას ერთდროულად ვისწავლით. ესე იგი ჯერჯერობით მე ხა ჩამოგითვლით ყველა ორგანოს. გული, ფილტვი, ან ფილტვები, რახან ორი გვაქვს, ფილტვი, ღვიძლი, სწორი ნაწლავი, თირკმელები, ორი თირკმელი გვაქვს, თირკმელები, ორი ფილტვი, ორი თირკმელი, ეს არის შარდის ბუშტი, ეს იყო სწორი ნაწლავი და ეს აქ არის ჩვეულებრივი ნაწლავი და სწორი ნაწლავი. პანკრიასი, კუჭი და დაუბრუნდით თავს, თავში არის ტვინი. როგორც დაგკვირდით, ესე იგი თითო გავიმეოროთ ეს სიტყვა. თავიდან ჩაიწერეთ, აბა დაწერეთ გული, გადაიწერეთ გ, უ, ლ და ი. და ეხლა შევადგინოთ სია ყველა იმ სიტყვისა, რა სიტყვის ასოცირებასაც აკეთებს გული, ანუ სხვა რა სიტყვები არის დაკავშირებული გულთან. გულზე რო ფიქრობთ, აი კიდევ რა სიტყვები გახსენდებათ. აბა იფიქრეთ. გული. გულის ქვა, გულის ფეთქვა, გული ფეთქავს. ასევე სისხლი, ხო, გულის გარეშე სისხლის მოძრაობა არ იქნება, სისხლი და გული არის სისხლი რითი გადადის, რითი მოძრაობს. ძარღვები, სისხლი, ძარღვები. წნევა, მაღალი წნევა, დაბალი წნევა. გულის აჩქარება, არტერია, ნოშპა, ხშირად წნევა რო აქვს ადამიანს, ნოშპას მსვავს, ინფარქტი და გულის არევა. ესე იგი, მე მგონი, რომ ეს სიტყვები ნამდვილად დაკავშირებულია გულთან და როცა გულზე ვლაპარაკობთ, ასევე ხშირად წარმოვიდგენ სისხლს, წარმოვიდგენთ ძარღვებს, ფიქრობთ წნევაზე, ფიქრობთ გულის აჩქარებაზე, ინფარქტი და ნოშპა
გულის არევა, არტერია, ეს ყველა სიტყვა დაკავშირებულია გულთან. გული. ესე იგი, ეს იყო გული. შემდგომი ორგანოა ფილტვი. ფილტვი ან ფილტვები. გული და ფილტვები. ფილტვი. ფილტვები. გადაიწერეთ ეს სიტყვა, კარგი იქნებოდა ფილტვი, P I L T V I. და ისევე როგორც გულთან დაკავშირებით ჩამოვწერეთ სიტყვები, აბა რა ასოციაციას ქმნის ფილტვი. როცა ფილტვზე ფიქრობთ, რა სხვა სიტყვები ან დაავადებები ან რა გახსენდებათ, რა არის ფილტვთან დაკავშირებული. პირველ რიგში ფილტვი გვეხმარება სუნთქვაში, ხო? სუნთქვა. ეს კი ფილტვების გარეშე ვერ ვისუნთქებთ. სუნთქვა. სუნთქვა. და რას ჩავისუნთქავთ და რას ამოვისუნთქავთ? ფილტვები გვეხმარება სუნთქვაში და ჩავისუნთქავთ, როცა ჰაერი არის სუფთა, სუფთა ჰაერია, ანუ არის ჟანგბადი, ჟანგბადი, ხო? ესე იგი ფილტვები გვეხმარება ჟანგბადის ჩასუნთქვაში. როცა ავად ხვდებით, ხშირად გვემართება ფილტვების ანთება, ფილტვების ანთება. ფილტვების ანთება, ესე იგი ეს არის ფილტვის დაავადება, ფილტვების ანთება. თუ ფილტვების ანთება აქვს ადამიანს და ავად არის ან ძალიან გაცილებულია და სუნთქვა უჭირს, ეწყება ხველება, ხველება, ესე იგი ხველებაც ფილტვებთან არის დაკავშირებული. და შეიძლება ფილტვებზე ვილაპარაკოთ და ვახსენოთ სიგარეტი, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ სიგარეტი ცუდია, მავნებელია ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ფილტვებისთვის, მაგრამ უმეტესი ქართველი ამას არ იჯერებს და მაინც ეწევა. ესე იგი, თქვენ ალბათ ამეთანხმებით, რომ ეს ყველა სიტყვა სუნთქვა, ჟანგბადი, ფილტვების ანთება, ხველება, სიგარეტი, ეს ყველა სიტყვა ფილტვებთან არის დაკავშირებული. ეს ნახეთ რა საშინელი. ეს მგონი სიგარეტის კოლოფებზე ახატია, ეს ნახატი, რომ აი როგორ რას იწვევს სიგარეტი. ბევრი მოწევა, რას უკეთებს ფილტვებს. ფილტვები არის როგორც საფერფლე, სადაც ეყრება სიგარეტის ფერფლი. ფილტვები, სიგარეტი. ესე იგი გული გავიმეორეთ, ფილტვები გავიმეორეთ და ეხლა გადავედით ნაწლავი, გვაქვს სწორი ნაწლავი, გვაქვს ნაწლავი და კუჭი. ესე იგი კუჭი, სწორი ნაწლავი და ნაწლავი. ესე იგი საჭმლის მონელების ორგანოები. კუჭ-ნაწლავი, ხო, ეს გაერთიანებულია, ეს გვეხმარება ეს ორგანოები საჭმლის მონელებაში. ესე იგი საჭმელი პირველად გადადის კუჭში, კუჭლი, კუჭი, მერე ნაწლავში, აქ მონელდება და მერე გამოდის სწორი ნაწლავით, გამოდის გარეთ. კუჭი, ესე იგი კუჭი და ესე იგი კიდევ ვეცადოთ, რომ ვიფიქროთ სიტყვებზე, ან დაავადებებზე, ან სხვა სიტყვებზე, რაც კუჭთან არის ასოცირებული. კუჭის ტკივილი, ხშირად ხალხს აქვს მუცლის ან კუჭის ტკივილი, კუჭი მტკივა, ხშირად მომისმენია ეს ოჯახის წევრებისგან, კუჭის მტკივილი. სამწუხაროდ ბევრ ქართველს ემართება კუჭის წყლული, რახან ჩვენ ძალიან უზომოდ ჭამა გვიყვარს ხოლმე, კუჭის წყლული,
ძალიან გავრცელებულია კუჭის წყლული და ამბობენ, რომ რა იწვევს კუჭის წყლს? კუჭის წყლს იწვევს ბევრი ცხარე და მწარე საჭმელების ჭამა. კუჭის წყლული და იმიტომ აქვს ბევრ ქართველს კუჭის წყლული, რა თქმა უნდა, სტრესიც იწვევს კუჭის წყლს, მაგრამ კუჭ-ნაწლავის ბევრი პრობლემები ასევე ჭამასთან არის დაკავშირებული და ცხარე, მწარე საჭმელები იწვევს კუჭის წყლს, ან კუჭის ტკივილს, ან კუჭის დაავადებას. კუჭ-ნაწლავი. კუჭის ტკივილის დროს ბევრს გშველის ბორჯომი ან ნაბეღლავი, ესე იგი გაზიანი სასმელის დალევა, ხშირად კუჭის ტკივილს ეხმარება. კუჭ-ნაწლავი ზოგს ემართება კუჭის შეკრულობა, მე ვიცი რომ ინსულტის მერე ბევრს პარალიზებული აქვს კუნთები და ეს ხშირად ასევე შეიძლება ამან გამოიწვიოს კუჭის შეკრულობა. და კუჭის აშლა, ეს კუჭის შეკრულობა, კუჭის აშლა. აქ კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ამ სურათს ცხარე, მწარე, წიწაკა, აჯიკა, ეს ჩვენებური კაი ქართული საჭმელები, ცხარე, იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს ზოგჯერ და ეს ჩვენი საყვარელი ბორჯომი, ნაბეღლავი, ბორჯომი, ანუ გაზიანი სასმელი, რაც კუჭ-ნაწლავის ტკივილს ზოგჯერ ტკივილში გვახმარება. ეხლა გადავიდეთ, ესე იგი ეს იყო გული, ვილაპარაკეთ გულის სისხლძარღვების ორგანოზე, ვილაპარაკეთ ფილტვზე, ფილტვი ესე იგი სუნთქვის ორგანო, გავიმეორეთ კუჭი და ნაწლავები, კუჭ-ნაწლავი, საჭმლის მონელების ორგანო და ეხლა გადავედით თირკმელი და შარდის ბუშტი. თირკმელი და შარდის ბუშტი, საშარდო ორგანოები, თირკმელი და შარდის ბუშტი. ესე იგი თირკმელი და შარდის ბუშტი. ესე გაბა რა სიტყვები, რა ასოციაციას ქმნის თირკმელზე და შარდის ბუშტებზე ლაპარაკი. რა გახსენდებათ? თირკმლის ანთება, ხო, ეს დაავადება არის ფილტვების ანთება, არის თირკმლის ანთება, კენჭების დაგროვება, სამწუხაროდ ესეც არის ბევრს აქვს ეს პრობლემა, კენჭების დაგროვება, ესეც ამბობენ რომ იცის ბევრი მარილიანი საჭმლის ჭამამ, კენჭების დაგროვება და ცხიმიანი საჭმლის ჭამამ იცის კენჭების დაგროვება ცხიმებმა. და შარდის ბუშტის ანთება, ესე იგი ანთება, ხო, გვაქვს ფილტვების ანთება, თირკმლის ანთება, შარდის ბუშტის ანთება, კენჭები, თქვით კენჭები. იმედია რომ არც ერთ თქვენგანს არ აქვს ეს პრობლემა, არც თირკმლის ანთება, არც კენჭების დაგროვება და არც შარდის ბუშტის ანთება. კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ის თამაში, რაც აქამდე გათამაშეთ. ეს კი თუ გახსოვთ, ეს არის ჩამოვწერ 4 სიტყვას, ეხლა გავაერთიანებ ორგანოებს და სხეულის ნაწილებს და ამ 4 სიტყვიდან თქვენ უნდა მონახოთ ის სიტყვა, რომელიც ამ ჯგუფს არ ეკუთვნის. განსხვავებული სიტყვა. გვაქვს გული, კისერი, კუჭი და ტვინი. გული, კისერი, კუჭი, ტვინი. და რომელია განსხვავებული სიტყვა? ჩემის აზრით განსხვავებული სიტყვაა კისერი. რატომ? აბა რატომ წავშალე კისერი თქვენის აზრით?
მართალია, გული, კუჭი და ტვინი არიან ორგანოები. ხო, და კისერი არის სხეულის ნაწილი. კისერი, თავი, ზურგი, მუხლი. კისერი, თავი, ზურგი, მუხლი. რომელი სიტყვა უნდა წავშალო თქვენი საზრით? მუხლი. ხო, იმიტომ რომ როგორც ეს მაგალითი მგონი მანამდეც ვნახეთ, ესე იგი კისერი აერთიანებს თავს და ზურგს და მუხლი კი ფეხის ნაწილია. მესამე მაგალითი არის თირკმელი, კუჭი, მუცელი და ნაწლავი. თირკმელი, კუჭი, მუცელი, ნაწლავი. აბა მოარჩიეთ, რომელი სიტყვა განსხვავდება ჯგუფისგან. თირკმელი, კუჭი, მუცელი თუ ნაწლავი. მართალია, თირკმელი. რახან კუჭი, მუცელი, ნაწლავი ეს ყველა საჭმლის მონელების ორგანოებია და თირკმელი უფრო შარდის. გავაგრძელოთ, გვაქვს მაჯა, ხელი, მხარი და კოჭი. მაჯა, ხელი, მხარი და კოჭი. რომელ სიტყვას ამოიღებდით ამ სიიდან? მაჯა, ხელი, მხარი და კოჭი. კოჭს, არა? მეც ასევე კოჭი. რახან მაჯა, ხელი და მხარი ხელის ნაწილებია და კოჭი ფეხს ეკუთვნის. მაგალითი 5 გვაქვს ფილტვი, ტვინი, კისერი და ნაწლავი. ფილტვი, ტვინი, კისერი და ნაწლავი. რომელს წაშლიდით? კისერს, მეც ასევე ფილტვი, სუნთქვის ორგანო, ტვინი, ნერვული სისტემის ორგანო თავში, ნაწლავი საჭმლის მონელების ორგანო და კისერი კი არის უფრო სხვა ორგანიზმის ნაწილი და არა ორგანო. და ბოლო მაგალითია წელი, ზურგი, ღვიძლი და მხარი. წელი, ზურგი, ღვიძლი და მხარი. წელი, ზურგი და მხარი. ესე იგი ზურგი, მხარი, წელი სკელეტონს სხეულს ეკუთვნის. ღვიძლი არის ორგანო, ღვიძლი და ღვიძლი შეგვიძლია წავშალოთ. ძალიან ბევრი სიტყვების გამეორება მოგვიწია ამ გაკვეთილზე და დაგაჯილდოვოთ, ახლა მოусმინოთ სიმღერას. ეს არის ყველასთვის საყვარელი ულამაზესი სიმღერა, რომელიც არის ავადმყოფობაზე, ავადავარ. ეს არის, რა თქმა უნდა, არა ფიზიკური ავადმყოფობა, არამედ სიყვარულით გამოწვეული ავადმყოფობა, მაგრამ რახან ესე ავადმყოფობაზეა ლაპარაკი და ამ გაკვეთილზე ვილაპარაკეთ კუჭის ტკივილზე, თავის ტკივილზე, კისრის ტკივილზე და მუცლის ტკივილზე, შეგვიძლია ახლა მოусმინოთ სიმღერას, რომელიც არის გულის ტკივილზე. ეს გულის ტკივილი არის გამოწვეული სიყვარულის გამო. მოусმინოთ ამ სიმღერას თავიდან და მერე იქნებ ერთად ვიმღეროთ კიდევაც. დარწმუნებული ვარ, რომ გახსოვთ ბევრი სიტყვები ამ სიმღერიდან. შენ დაკეცე დილათო ბინადია
აბათაბარგულში ცეცხლი მინდია ექიმობას თუ გამიწევა მადლია დაილოცო შენი სოფლის ნათლია ჩემს ეზოში გაიარება დაილოცო შენი სოფლის ნათლია შენს ფანჯრებთან ვიღინო რაზე გიშლი ამას აკთხოვ შენს ნახავას ნუ დავიშლი სილამაზეც ქრითროდი გაცვდება დარდი ნუ გაცაუგიარდა მაცდება სილამაზეც ქრითროდი გაცვდება დარდი ნუ გაცაუგიარდა მაცდება ჩემს ეზოში გაიარება დაილოცო შენი სოფლის ნათლია რამაც უხებს უნდა მიხვდე თავადა შენგან ავარასე მძიმე დავადა მიექიმე მოგისანახადა ავადა მუკლი ვერ მორჩება თავადა ჩემს ეზოში გაიარება დაილოცო შენი სოფლის ნათლია აბა ეხლა ვეცადოთ და ერთად ვიმღეროთ ეს სიმღერა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრია ეს სიტყვები თქვენ გახსოვთ. არ ვიცი მე თქვენ თუ ნანახი გაქვთ ჩემი სხვა ვიდეო, მე მაქვს ერთი ვიდეო გაკეთებული ქართულ კინოებზე, კინოების სათაურებზე და იქ ბევრი ქართული კინოების სიმღერები მაქვს გამოყენებული იმ გაკვეთილში და ალბათ თუ ის ვიდეო გაქვთ ნანახი, თქვენ იცით, რომ მე დიდი კარგი მომღერალი არა ვარ, მაგრამ ამას მე ვაკეთებ თქვენი გულისთვის, თქვენთან ერთად ვიმღერებ, რომ შეგახსენოთ ცოტათი სიტყვები. ესე იგი შენ დაგეძებ შენ დაგეძებდილა თუ ბინდია ავადავარ გულში ცეცხლი მინთია ოჩახ ექიმობას თუ გამიწევ მადლია დაილოცო შენი სოფლის ნათლია ჩემს ეზოში გაიარე მადლია დაილოცო შენი სოფლის ნათლია რამაც უხებს უნდა მიხვდე თავადა შენგანა ვარ ასე მძიმედ ავადა მიექიმე მოდი ნახავდა
ვადა ავადმყოფი ვერ მორჩება თავადა მიექიმე მოდი სანახავადა ავადმყოფი ვერ მორჩება თავადა ოჩახ ეს სიმღერა მე ძალიან მიყვარს. მე შეიძლება ნათქვამი მაქვს სხვა ვიდეოებში. მე არ ვცხოვრობ საქართველოში და რა თქმა უნდა, საქართველო მენატრება, ოჯახი მენატრება. განსაკუთრებით მახსენდება საქართველო, როცა ძველ ქართულ სიმღერებს უსმენ. ან როცა ხალხურ ქართულ სიმღერებს უსმენ. და სუტირილი მინდება ხოლმე განსაკუთრებით ამ სიმღერის მოსმენის დროს. ესე იგი, ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი. დღეს ჩვენ ბევრი სიტყვა გავიმეორეთ, ვიმღერეთ კიდევაც და იმედია, რომ ამ ვიდეოთი ცოტათი ისიამოვნეთ. და იმედია, რომ თქვენ ესე გააგრძელებთ თქვენ ბეჯითობას, მეცადინეობას და როგორც მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, როგორც უცხო ენების სწავლის დროს ყოველდღე უნდა გავიმეოროთ ხოლმე სიტყვები, ასევე აფაზიის მკურნალობის დროსაც საჭიროა ეს ბეჯითობა, ესე იგი ყოველდღიური მეცადინეობა. აბა დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.